ცოტა გადავკრათ თორე ცხელა უფრო დაგვშება, მაგრამ არა უშვებს. გავგრილდებით, იმიტომ რომ ყინული გვაქვს ბლომად. გაგვიმარჯოს აბა, კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. გვესვას გვეჭამოს, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს. როგორც იყო და გამისმელი ქართველი თამადა. და მე 2 ლიტრიან ყანწს გადაირტყავ და ხერხემალზე. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. ალბათ იკითხავთ რატომ მიკეთია 2 მიკროფონი, იმიტომ რომ ეს ძალიან იაფიანი მიკროფონია და მალე ჯდება და შესაბამისად მე რო აღარ მომიწევს წინ და უკან სიარული, უცებ გავთიშო, ჩავთო, გავთიშო, ჩავთო. შევაერთებ, დავტენი, გავთიშო, ჩავთო. ჩავთო, გავთიშო. ალუბალი? ეს წინა ვიდეოდან დარჩენილი ჯინი, არა ეს მე ამდენი არ დამილევია. თავღია დამცა და აურთხრდა. გამარჯობა ჩემო მეგობრებო და მოგესალმებით, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, უკვე გერმანიიდან. რა თქმა უნდა, ქალაქის სახელი არ მახსოვს, სადაც ვიმყოფები ახლა. და ედიტის დროს დავაწერა ქალაქის სახელს. See, the rain is nice, but I don't really like getting wet. ერთი ჭიქა კიდე მჭირდება, იმიტომ რომ რაღაც აზრები არ მომდის თავში. რა უნდა ვილაპარაკო. თქვენი თამადობით, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, გაუმარჯოს ყველა კეთილ ადამიანს. მოდი თავიდან დავიწყებ. მოგესალმებით ჩემო კეთილო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვიდეოში განვიხილავთ ღვიძლის მოვლის საშუალებებს, როგორიც არის ვისკი საუერი და ცივი ყავა ნაყინით ჩემი რეცეპტით. ნუ იდეაში ვისკი საუერიც ცოტა ჩემი რეცეპტით იქნება. მოკლედ ჩვენ გვაქვს დღეს ჯიმ ბიმი, ყველაზე იაფიანი ვისკი, რაც კი შემხვდა მაღაზიაში, ალკოჰოლი მნიშვნელოვანია. შეუნახოთ ალკოჰოლი შვილებსა. მამა ვართ ჩვენი ვალია. და ყველაფერი კარგად იქნება, მაშ ასე ვიწყებთ. პირველ რიგში დაგვჭირდება შეიქერები, რა თქმა უნდა. ვაუ! რომ შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი ვისკი საუერი. შემდეგ დაგვჭირდება უკვე ეს ავიღოთ. ხო, აუცილებელია ჩვენი პრუჟინა, ამას არ ვიცი რა ქვია, პრუჟინა ქვია. რა უნდა ერქვას? პრუჟინა ქვია. იმედია ჩემი ნაყინი არ გამიდნება ძალიან. მოდი ნაყინს მას შევინახავ. ეხა მაცივარში რომ არ გადნის. ო, აი ნენდელა უკვე მოაქვს და მოაქვს. ჩემთან ოდა იმაზებს განია მაგარი მაყუთინა. ჩემთან მოჩაინებს ბა. და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გადაცემა მარტო არ მიმყავს. ჩვენთან ერთად დღეს იქნება დონ კორლეონე, რომელსაც ძალიან უყვარს კატები და ვისკი. ასე რომ მეგობრებო, დღეს არ მოვიწყეთ. ეს როგორ იყო? ჩვენი ლიმონი უნდა დავწუროთ. კარგად უნდა დავწუროთ. ლიმონი კარგია. მე მეგონა რომ გაფუჭებული იყო, მაგრამ კარგია. ისი ძალიან მადლიერიც ვარ. და ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა დემნა გვასალია. მეულოცოთ დემნა გვასალიას ჩემ ვიდეოში ხსენების დღე და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ დემნას. ხო და ასე ჩემო მეგობრებო, დავფრეშეთ ჩვენი ლიმონიც. ეს არის
ჩემი გაკეთებული შაქრის სიროფი, თუ არ გჯერათ ვიდეოსაც ნახავთ, როგორ ვაკეთებდი. ცოტა ზედმეტი მომივიდა ხარშვა, მაგრამ არა უშავს, მაინც ვარგა. ხო, მოკლედ, გვაქვს ლიმონი და უნდა ჩავაწუროთ დაახლოებით 15-20 გრამი და ეგრე. მეტი არ არის საჭირო. ლიმონის ფრეში ჩავასხით შეიქერში და გვჭირდება შემდგომ შაქრის სიროფი. შაქრის სიროფი იმიტომ რომ ვისკი ჯერ ისედაც ოდნავ მომწარო სასმელი, ეს ჯიმბიმი რბილია შედარებით, მაგრამ მაინც წაკრავს სიმწარე. და კიდევ უკეთებთ ლაიმს. ისა ლიმონს და ლიმონის სიმჟავე რომ გადაწონოს ჩვენმა შაქრის სიროფმა, მაგიტომ უკეთებთ შაქრის სიროფს. ძალიან ბევრი არ გვინდა რომ ძალიან ტკბილიც არ გამოგვივიდეს. შემდგომ უკვე ვამატებთ ვისკის. მე არ ვიცი, შეიძლება სხვები უკეთესად აკეთებთ ვისკის აუერს, მაგრამ რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ძალიან გემრიელი. ცოტა მეტი ვისკი გავუკეთოთ. ეს რაღაცა იწუწება, რატო წუწაობ? ჩვენი ჯადოსნური, რა ქვია მას? ჯადოსნობა. ხო, შემდგომ ვამატებთ კვერცხის ცილას. ხელსახოცები დამავიწყდა. ხელსახოცები ასე დავდოთ. ხო, წინა ვიდეო რო გადავიღე, ეს იყო უფრო როგორ გითხრათ, აი ნაჩქარევად გადაღებული, ნაჩქარევად დაედიტებული, შესაბამისად გამომივიდა ცუდი ხარისხი, ცუდი ედიტი. მაგრამ ვეცდები რომ ამ ვიდეოში მაინც გამოვასწორო და ამ ვიდეოში თუ ვერ გამოვასწორე, შემდეგ ვიდეოშიც ვეცდები რომ გამოვასწორო. მოკლედ და ვიდეოს ხარისხიც იმიტომ არის ცუდი რომ კამერით არ ვიღებ ვიდეოს, ვიღებ ტელეფონით. გადავრინა კამერა ბოდიში რა. Honor 200-ით. თან დამწყები ვარ, კამერის ფოკუსები და რაღაცები ჯერ არ ვიცი კარგად. მაგრამ ვცდილობდა აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთად. ხო, სად გავჩერდი? ჩავასხით 25 გრამი ვისკი. ანუ ჭიქისთვის 25 გრამი ვისკი საკმარისია, მაგრამ მე ცოტა მეტი გავუკეთე, იმიტომ რომ ხო და გავუკეთეთ დაახლოებით 20 გრამი შაქრის სიროფი და გავუკეთეთ 1 კვერცხის ცილა. გული არ შეგყვეთ, იცოდეთ, კვერცხის ცილა. პირველ რიგში dry shake. ვაშეიქებთ მშრალად, იმიტომ რომ კარგად გაიხსნას. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. აი ხო ხედავთ როგორ მიჭირავს მე. ზევიდან მიჭირავს და ქვევიდან ეს დიდი შეიქერიც. იმიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად რომ როდესაც კვერცხის ცილას ვაშეიქებთ, შიგნით გროვდება გაზი, რის შედეგადაც შეიძლება აფეთქდეს. ჩვენი გაზი გამოუშვით ცოტათი, შემდგომ კიდევ dry shakes ვაკეთებ. ეს ეხლა შეგვიძლია ყინულთან ერთად დავაშეიქოთ. ყინულიც გავუკეთეთ ჩვენს ვისკის საუერს და ვაშეიქებთ ყინულთან ერთად. ამას უნდა ძალიან კარგად დაშეიქება, რადგან ეს კვერცხის ცილის არომატი არ დარჩეს ცალკე გამოყოფილი ამ სხვა დანარჩენებისგან. ანუ ერთი მასა უნდა გახდეს, ხვდებით? კაი, ჩემი დედას ფიცა ვარდო. და ძალიან კარგი არომატი, ძალიან გემრიელი არომატი. ავიღოთ ყინულით სავსე ჭიქა და ჩაუშვათ ჩვენი ვისკის საუერი. აი ნახეთ მეგობრებო, როგორი თეთრი ქათქათა და ესე ქაფიანი გამოვიდა. აი ახლოდან განახებთ მეგობრებო. აი ესეთი თეთრი ქათქათა და ქაფიანი გამოვიდა. ახლა დაგემოვნების დროა. იმედები არ გამიცრუა. დიდება უფალს.
აი ეს არის ვისკი საუერი. უძალიანესად კარგესია. თუ ზუსტად ისე გავაკეთებთ, როგორც მე გავაკეთებთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს სასმელი. ჩემო მეგობრებო. ძალიან კარგი. არ ვიცი, ჩემი ნიჭი სად იკარგება. უსიტყვოდ დამტოვა. ისეთი კარგი გამომივიდა. არ ვიცი, ძალიან საოცრებაა რა. ერთი ჭიქა დავლი მეორეს. არ დამინდოდა შებენახა ჩემი კუჭი ცივიყავისათვის, მაგრამ ცივიყავაში ალკოჰოლი არ არის. თუმცა ცივიყავის გაკეთებაც შეიძლება ალკოჰოლი და მაგასაც აუცილებლად შემდეგ ვიდეოებში იხილავ. არიქა დაროგა. ვისკი საუერი იკარგებოდა ჩემიდან. ხო, ჩვენი ვისკი საუერი გავაკეთეთ, დავაგემოვნეთ და მოგვეწონა ძალიან. ეხლა 1-2 ჭიქას გავაკეთებ კიდევ ვისკი საუერს. მაგრამ ჩვენ სტუმრები გავაუცოთ. აი, ვამატებთ. არა, აქეთ კარგად ავართ. ხო, წადით. გავაკეთებ კიდევ 1-2 ჭიქა ვისკი საუერს, რადგან ჩვენ სტუმრებსაც დავაგემოვნებინ და მოვისმინო მათი აზრიც. Один коктейль готово. Зараз zobaczymy, jak smakuje. Bardzo fajnie. Do you speak English? Very well, very good. Thank you. Thank you so much. Thank you. სურათებს იღებენ ერთ ამბებში. Olek ci da recenzję na tym, na filmiku. Olek ci recenzję na filmiku da. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი ვისკი საუერის გაკეთება, გავასინჯეთ ჩვენ სტუმრებს, ძალიან მოეწონათ და როგორც ვამბობდი რა, წებთ უკვე ცივი ყავის კეთებას ცხელი წყლით. გაგიკვირდათ როგორ თუ ცხელი წყლით. აი მაგასაც განახებთ. ვიღებთ ცხელ წყალს, ვიღებთ ჩვენს ყავას, ჩვენი ბარის კოვზით. ვამატებთ ყავას, აი გაიხსნა, კარგია ძალიან. 4-5 ჩაის კოვზი ყავა დასჭირდება ჩვენს ცივყავას ნაყინით. რატომ 4-5 კოვზი ყავა? მაგასაც აგიხსნით აუცილებლად. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ცხელ წყალში ჩვენი ყავა. რადგან შემდგომ ყინულთან ერთად დაშეიქების დროს ეს ჩვენი ყავა არ განცალკევდეს. შესაბამისად, მაგიტომ ვიყენებთ ცხელ წყალს პირველ რიგში. იმიტომ ჭირდება ამდენი ყავა ერთ ჭიქას, რომ როდესაც ცივყავა კეთდება ნაყინით, ხშირ შემთხვევაში აქვს ან მხოლოდ ნაყინის გემო, აქვს ან მხოლოდ ყავის გემო. ეს ერთმანეთში არ ერწყმის ხშირად. რადგან ზოგი უკეთებს მეტ ნაყინს და ნაკლებ ყავას, ზოგი უკეთებს მეტ ყავას და ნაკლებ ნაყინს. და ჩვენ ამ ვიდეოში გავუკეთებთ მეტ ყავას და მეტ ნაყინს. რომ იცოდეთ რა დიდ პატივს ავცემ მე ტიტანურ აზრებს. გულს არ აგიჩქარებთ, არც რაიმეს დაგმართებთ, არც გული წაგივათ, არც მოგივათ და არც ღვიძლი დაგეშლებათ. ეს არის ჩემი საუკეთესო ცივი ყავა ნაყინით. რასაც ახლა გავაკეთებ. აუცილებელია ბლენდერი, თუმცა მე არ მაქვს ბლენდერი და ვაკეთებ შეიქერში. ეხა ექსპერტი როგორიც მე ვარ, რა თქმა უნდა შეიქერში კი არა, ჩაის კოვზითაც გააკეთებს ნებისმიერ რამეს.
მაგრამ რეკომენდირებულია ბლენდერი და ბევრი ყინული. ბევრი ყავა, ბევრი ნაყინი. ჩემ შემთხვევაში ვაკეთებ წყლით, მაგრამ ჯობია რომ გააკეთოთ რძით. მე კი იმიტომ ვაკეთებ წყლით, რომ რძის ყიდვა დამავიწყდა. ეგრეა ჩვენი საქმე. ჩვენ ცხელი წყალში გავხსენით ყავა და დავამატებთ შაქრის სიროფს 40 გრამი იყოს. რადგან ნაყინიც უნდა გავუკეთოთ. ნუ რა თქმა უნდა შაქარი გემოვნებით. ვისაც ნაკლებად ტკბილი სასმელი მოსწონს, შეუძლია შაქრის გარეშე გააკეთოს. ვინც უფრო კუჭის მონაა, ჩემსავით, შეუძლია შაქარიც დაუმატოს. ნაყინს მოვიტან. მოკლედ ჩვენ გავხსენით ცხელ წყალში ყავა, დავამატეთ ყინული, დავამატეთ შაქრის სიროფი და დავამატეთ ნაყინი. და ვნახოთ როგორი გამოგვივა. რა გონიათ, მხოლოდ 2 ხელით შემიძლია და შეიქება? My life, my rules, my style, my attitude. You love me? თურმე არ შევძლებია. 20 minutes later. O kurde, jakieś rudy, ale coś tu wystrzeliło. Coś tu wystrzeliło. Co? Co to wystrzeliło? Shake wyskoczył. Ale nie widać, jakby była oryginalna. Oryginalna, tak? და მეგობრებო, სტუდიაში პოლონელი საეჭვო კაცი. Polak. Polak, tak? Polak. Pogałs. Dawaj, aba. Nie wybuchnie? Co? Bum, nie wybuchnie? Tak. Wow. Dawaj. Moment. Ai, ჩვენი ცივი ყავა ნაყინით. უნდა გადავცეთ საჩუქრად ჩვენს პოლონელ საეჭვო კაცს. Dawaj. No. Próbujemy. Dawaj, próbujemy. Mistrzostwo. Good? Pyszne. Pięknie. Zajebiste, tak? Mistrzostwo świata. Aha. მე პოლონური არ ვიცი ამან, ქართული არ იცის და არც ერთმა ვიცით ინგლისური, ასე რომ ჟესტებით საუბრობთ. Pecha. Pecha? Pecha? Delicious. Delicioso, tak? Delicious. ეს ჩემი ახალი სტილია. ალბათ ხედავთ. ძალიან რო გვიბლატავე. მოკლედ გადავისხით ჩვენი ნაყინი. ჩვენი ცივი ყავა ნაყინით. ძალიან მაგარი ცივი ყავა გამოვიდა, ძალიან. გემრიელი და ძალიან სასწაული ცივი ყავა გამოვიდა. ჩემო მეგობრებო. და მე ხა სასმელი და ცივი ყავა არ უნდა შევურივო ერთმანეთში გავსინჯეთ, გადი ფუტკა რომ ერთი ჭიქითაც დავილოცები, რა თქმა უნდა, თქვენი ხათრით, თორე მე ფეხებს მიგდიეს. მოკლედ, სიტყვები ზედმეტია. მაშასე მეგობრებო, დავასრულეთ ეს ვიდეოც და გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას ერთად და მადლობა დიდი ჩემი გვერდში დგომისათვის და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, გაზიარება და დაკომენტარება. მადლობა ყველას. შემდეგ შეხვედრამდე. დროებით. Listen a song for the broken hearted. No silent prayer for the faith.